მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო. მე დღეს მოვედი თქვენთან საჯარო გაშლით, გავიგოთ რა დაგეხმარებათ ახლა იმაში, რაც ხელს გიშლით წინსვლაში და განვითარებაში. მას ასე დავიწყოთ და ვკითხოთ ჩემს ტაროს, რა დაგეხმარებათ ახლა იმაში, რაც ხელს გიშლით განვითარებაში და წინსვლაში. ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ და გთხოვოთ, რომ გამოიჩინოთ თქვენი ენერგეტიკული უკუკავშირი, მადლიერება იმაზე, რასაც მე ამ სივრცეში ვაკეთებ და გთავაზობთ საჯარო გაშლებს, რათა ჩემი ენერგეტიკული ველი უფრო გაიზარდოს ამ სივრცეში და მომეცეს საშუალება შემოგთავაზოთ მეტი ინფორმაციული და სასარგებლო გაშლები. რისთვისაც ყოველთვის მადლობას გიხდით თითოეულ კომენტარზე, თითოეულ მოწონებაზე, გამოწერაზე და მე ამისთვის ვარ ძალიან მადლიერი. მას ასე დავიწყოთ და გავიგოთ, რა დაგეხმარებათ ახლა იმაში, რომ განთავისუფლდეთ, რაც ხელს გიშლით წინსვლაში და განვითარებაში. ნახოთ. რა დაგეხმარებათ ახლა იმაში, რომ განთავისუფლდეთ, რაც ხელს გიშლით წინსვლაში და განვითარებაში. მე მინდა გითხრათ, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს სიტუაცია აიღეთ თქვენზე, რა სიტუაციაც ახლა მიმდინარეობს თქვენს ცხოვრებაში, რისგანაც განთავისუფლება და სადაც გაქვთ ბლოკები წინსვლაში. ეს იქნება ურთიერთობაში, საქმიანობა, კარიერა, სამსახური, ოჯახური მდგომარეობა, გინდაც მშობელს და შვილს შორის ურთიერთობა. ყველა მდგომარეობას აიღეთ თქვენს თავზე ინფორმაცია და მოარგეთ. მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ დაგეხმარებათ ახლა სადაც გაქვთ ბლოკები და ვერ ვითარდებით იმ სიტუაციაში, რომ იყვეთ ნაკლებად მზრუნველები. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გამოხატავს ძალიან დიდ სიყვარულს, ემოციებს. დაგეხმარებათ, რომ ისწავლოთ თქვენი სიყვარულის ემოციების სწორად გაანალიზება. თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი ემოციების და ურთიერთობაში თქვენი ენერგიების სწორად ჩადება. კიდევ რა დაგეხმარებათ, რაც ხელს გიშლით, თქვენ ამ სიტუაციაში გაქვთ, ასე ვთქვათ, შიშები. არ იცით გადადგმული ნაბიჯი მიგიყვანთ თუ არა წარმატებამდე, მაგრამ ჩვენ აქ ამოგვივიდა არკანი სულელი, რომელიც არის ახლის დასაწყისი, არის სპონტანურობის. ეს არის არკანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა ენდო შენს ინტუიციას და სამყაროს. არის არკანი, რომელიც გადადის არაცნობიერიდან ცნობიერში და
აქვს იმედი, რომ სამყარო მას მიანათებს. არის არკანი, რომელიც იძახის, რომ ერთმა გაუცნობიერებელმა ნაბიჯმა შეიძლება მიგვიყვანოს ნამდვილ ბედნიერებამდე, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, განთავისუფლდით იმ შიშებისგან, რომლებიც გაბრკოლებთ წინსვლაში და მიზნის მიღწევაში. ანუ ამ გაშლიდან გამოდის, რომ თქვენ უნდა დაგეხმარებათ ის მდგომარეობა, დაგეხმარებათ ახლა ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც თქვენ გაქვთ დაბრკოლება წინსვლაში და განვითარებაში, განთავისუფლდეთ შიშებისგან, რომელიც სულელი პირდაპირ ამაზე საუბრობს, რომელიც გაბრკოლებთ წინსვლაში, გადადგით სპონტანური ნაბიჯები, მიენდეთ თქვენს ცნობიერს, მიენდეთ თქვენს ინტუიციას და ნუ შეგეშინდებათ სპონტანური ნაბიჯების გადადგმა წინსვლისთვის. ასევე დაგეხმარებათ, გვაჩვენებს, რომ თქვენ ემოციურად ძალიან დიდ სიყვარულს გასცემთ ყველა ურთიერთობაში და თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი სიყვარულის ემოციების დაბალანსება და სწორად გაცემა. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ეს არის, რაც დაგეხმარებათ თქვენ ახლა, რომ განთავისუფლდეთ იმისგან, რაც ხელს გეშლით განვითარებაში და წინსვლაში. ჩემო ძვირფასებო, ყველას გისურვებთ წინსვლას, ბედნიერებას და განვითარებას.